ეხლა რაც ხდება საქართველოში, გურიაში. ეს არის არ ვიცი აბსოლუტური სიგიჟე, მსგავსი რაღაც არ ვიცი ჩემს სოფლის თავის ისტორიაში არ ახსოვს. არის ძალიან დიდი საფრთხის სტიქია, მას არაფერი არ ქვია სხვა. ხალხი არის აბსოლუტურ მიტოვებულებაში, აი არავინ ამ წუთამდე არ დაინტერესებულა. ხალხს არ აქვს პური, არ აქვს მედიკამენტი, არ აქვს წყალი. ხალხს გამოუვერია, რასაც მე ხა ვისმენ ჩემი უბრიდან, ჩემი სამეზობლოდან, ვინც ახერხებს ასე ვთქვათ კომუნიკაციას. აი საარსებოც ახარ აქვს. უკვე სახლები დგას გრევის საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ გურიაში არ მოდის ასეთი მარტივი თოვლი, რომ მშრალი თოვლი, რომ სახლებმა გაუძლოს. მეტრას თოვლის საფარჯი კაი ხანია ასდა. უკვე სახლები კი არა, ადამიანები საფრთხის ქვეშაა, დახმარე არავინ არ არის. ვერ მოახერხებს დახმარების ჯგუფები შევიდეს სოფელში, იმიტომ რომ გზა მხოლოდ ერთხელ უკუჩვიცი მხოლოდ ერთხელ გაწმინდეს. კუჭიშკები დაიფარა თოვლისგან. აი არ ვიცი, აი ამას როგორ უშვებს ხელისუფლება, მაქვს განცდა რომ ამას აკეთებენ შეგნებულად, აი ხალხი ჩახვეცონ, სხვა აი მაშინ მისგია თქვა არ ვიცი, წამალი რომ დაგჭირდეს ადამიანს, აი მინიმუმ ჭირდება ჩახვიდე ურეკში, რომელიც 3 კილომეტრზეა, შეუძლებელია ამ მასშტაბის გზა, ასე ვთქვათ, გაარღვიო ფეხით ადამიანმა. ხალხი ვერ ახერხებს კომუნიკაციას ერთმანეთში. ძალიან ბევრი სახლია სასწრაფოდ ითხოვს რომ ასე ვთქვათ სახურავები მაინც გაათავისუფლონ თოვლისგან. ზოგ სახლში მოხუცი ცხოვრობს მხოლოდ, ზოგში მარტო ხალხი, ქალები და ასე შემდეგ. საშინელება ხდება. აი არ ვიცი ან პრესა საქართველოში თუ ვინმე ამით არის ასე დაინტერესებული, იმიტომ რომ ვიბადევნებ ასე აქტიურად თვალს თუ რა ხდება. აი არ ვიცი ისეთი სტიქია ჩემს სოფელში, ნუ მინიმუმ ჩემს მახსოვრებაში არ ყოფილა. ხალხი არის აი ისე იმეორებანა. სასიკვდილო საფრთხის ქვეშ. უკვე როგორც ვიცი, გარკვეულ სოფლებში გურიაში მოხდა გრევა, დაინგრა სახლები და აი მსგავსი უყურადღებობა, ასეთი გაბოროტებული მიდგომა საკუთარი ხალხის მიმართ, მხოლოდ თუ შეუძლია აი ამ ხელისუფლებას, აი ამ მასას, ამ მანიაკებს, ვინც ამ ხელისუფლებას, რაც ის ვინც არის და რაც არის, ვინც ქვეყანას და რეგიონებს მართავს. ეს არის აბსოლუტური სიგიჟე, კონტაქტი ისევ არ არის, აი 1-2 ადამიანი მარტო მე ასე ვთქვათ, გამოდის კონტაქტზე, შეუძლია კომუნიკაცია. არ ვიცი, იქ რა ხდება, არ ვიცი. ფაქტია, რომ ზარალი უკვე არის, ყველა ოჯახს უკვე აქვს ზარალი, გადაკვირდებულია ანგრევებით და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე საცხოვრებელი სახლებია, ასე ვთქვათ, ჩამონგრევის საფრთხის ქვეშ. სტატუბოს პოლიციის თანამშრომელო, მომისმინე შენ აქეთ რომ იბანებ, მე ვითომ 112-ო რატო ვაგინებო? ახლა 112-ში ვეკავწუხე 4 საათის მერე. არავის ყურადღება არ მომაქცია. რანაირ თომში ვარ აგერ გურიაში დარჩენილი სოფელ შრომაში. აგერ დააგვირდით თქვენი შრომა თქვენი ჯაფა წუხელ 4 საათის მერე ბავშვებია გაყიდული ვარ მანქანაში. შენ მე სტატუბოს პოლიციაში მიბარებ? რა საქმეზე მიბარებ? 112-ს თუ ვაგინე, ვეკავწუხაზე მერე 112-ის დედა 113-ის და 114-ის თქვენ რას მიკეთებთ? ვეკავთ თქვენთან და არავის ყურადღებას არ მაქცევთ. ბავშვები აგერ მიგდება სიცივეში. საჩაიკეთა 4 საათის მერე არაფერი არ არსებობს. აგერ მყავს ბავშვები მანქანას დააგვირდა მყოვია. მანქანა არ ჩასდა. კიდე აქიდან დრო დამეკავთ. სასწრაფო ტელევიზიების საცხად გამოსდით და დამეხმარეთ თქვენ დედა. გურიაში კლავაც დიდთოვლობაა, ჩახერგილია გზები, ჩანგრეულია სახურავები, კერძო სახლების, ამ დრომდე შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება, რეგიონის მასშტაბით სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, გაზი, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტიც. ამ დრომდე დარჩენილია სოფლები, რომლების გაწმენდა ვერ ხერხდება. ხელისუფლების ინფორმაციით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ცენტრალური გზები იწმინდება სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ხოლო შიდა გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. სოფლებში
სოფლებში ამ დრომდე რჩება ბევრ ადგილას რთული სიტუაცია, ადამიანები ჭიშკრამდე მისვლასაც ვერ ახერხებენ, თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, დაკეტილია მაღაზიები, ისინი დახმარებას ითხოვენ. ენერგოპროჯორჯიას ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა ამბობენ, რომ ემატება დაზიანების ახალ-ახალი კერები და ამდენად პრობლემის სრულად აღმოფხრა ამ დრომდე ვერ ხერხდება. არა, რაფერი არა, არის გაგობა გვაქვს და მარტო გაზია და იმ გაზს ავანთებ და იმას ვთვები. თვითონ ხედავთ რა მდგომარეობაშია. ჭიშკრიდან ვერ გადავდივარ და ვერაფერი. არც გზა, არც სამაშველო, ვერაფერი ვერ შემოდის, არც შუქია, გაზით ჩაერთო წუხელ და всё, გაროჯი ხალხი არის კრიტიკულ მდგომარეობაში, სახლებია დანგრეული და რა ვიცი მე ძალიან კატასტროფული მდგომარეობა ყურადღება არის 0 რა. მოსახლეობა ვერ გამოდის უკვე პურიც აღარაა მარაგში პურიც აღარ აქვს ხალხს. პირველი რაც გავაკეთე ამ დილას ჩვენი წუნებულს დაურეკე მოქიას იას და გზა უბრალოდ და მოდის ტრაქტორი 2 დღეა იძახის რომ ტრაქტორი მოდის მაგრამ ვერ მოვიდა სახლი გამიტეხა უკვე ჩატეხილია და უკვე გათევაც მეშინიაში დარეკილი მაქვს მომეხმარეთ მეთქი და ჯერჯერობით ყურადღება 0-ია ლანჩხუთში რამდენიმე ადგილზე დაზიანდა სახლები, გაუცილებელი გახდა მოსახლეობის გაყვანა, ისინი სასტუმროებში და ნათესავებთან არიან გადანაწილებულები, უამინდობის გამო გაუქმებულია რამდენიმე რეისი მატარებლის, რაც შეეხება სწავლის პროცესს ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში შეჩერებულია როგორც სასკოლო, ისე სააღმზრდელო პროცესი, სამივე მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი და სპეციალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მადლობა თეათე აფსარიძე იყო პირდაპირ ეთერში. აი ხალხო იმფერი გათოვდა 9 მეტრაზე მეტი თოვლია. არც გზაია. არც გზას მინდავენ. არც გუშინ გუწმედიან, არც დღეს გუწმედიან, არ მოსულა. არც 4 დღეა დენი არ გვაქვს. 4 დღეა დენი არ გვაქვს. თოვა დაიწყო თუ რა დენი ჩაქრა. ხოდა ვაფშე კაცი შვილი არა პატრონი. თარეკამ დენი არაო და მოვა ახლა 1 საათშიო. არა, გზაი არ გვაქვს, კვალი არ გვაქვს. არაფერი არ გვაქვს. ვინმე გლახათ რო გახდეს, სასრაფო ვერ მოკდება კაცი. ამფერ დღეში ვარ სოფელში. პატრონი არ გვყავს არანაირად. ხმას არავინ არ იღებს. მე მარტო ვლაპარაკობ ამას. ვინ გაჩერდება სოფელში, რომელი ახალგაზრდა გაჩერდება სოფელში. ჩემს მეტი. მე ვჩერდები მარტო ამ სოფელში. ეს სოფელი ხმას არ იღებს არავინ. ხო და ყოველთვის მე ლაპარაკობ, ყოველთვის მე ვარ გლახა. მე ვარ გლახა. შეხედეთ. ფაქტს დაგანახეთ, გამხელა თოვლი არის და ვაფშე ტრაქტორი არ მოდის. აი გადახედე. ვაფშე გზა. აგერ მოიწი. ვაფშე იგი რა ქვია ნაკვალებიც არ არის გზაზე. აგერ მეიწიე, აგერ გადახედე, აგერ ვაფშე. იშკარსაც ვერ ვაღებ. აი ნაკვალები არ არის ვაფშე, აი არის გაწმენდილი არის. აი არის გაწმენდილი. ამაში ახ მანქანა გეიარს ხალხო. ამაში გეიარს მანქანა. რო კითხო თავრობას მინდავს, ყველაფერს მინდავს, აკეთებს სინათლე არის, ყველაფერი არის. კაბელები გააკეთეს, მილიარდები ჩაყარეს, რაც არ უნდა დაინგრეს, ყველაფერი დენი იქნებაო. არავით არის დენი, არავით არის გზაი და კვალი და არაფერი. ამფერი ცხოვრება მიწევს მე.